მოდით, დავიწყოთ ერთი შეხედვით უწყინარი წერილით. წერილით, რომელსაც არასდროს უნდა ენახა დღის სინათლე. იმიტომ რომ ის, რაც შიგნით წერია, სამუდამოდ შეცვლის თქვენს წარმოდგენას ყველაფერზე. აი წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი დღეა, ხსნით თქვენს მეილს და ბამ, ხვდებათ წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კაცობრიობის ბედი თქვენს ხელშია. რომ არსებობს საიდუმლო გეგმა, რომელიც ყველას გადაგვარჩენს. მაგრამ როგორც ყოველთვის არის ერთი მაგრამ. ამ გადარჩენას წარმოუდგენელი ფასი აქვს. თქვენი ოჯახი უკან უნდა დატოვოთ. და აი სწორედ აქ იწყება ჩვენი ამბავი. კარგი, მოდით ახლა დეტალებს ჩაუღრმავდებ. ეს ყველაფერი ხომ ერთი ქართველი პროფესორის გარშემო ტრიალებს და იმ ერთი საბედისწერო წერილის, რომელიც არასწორ ხელში აღმოჩნდა. ანუ, მთელი ეს ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, სწორედ ამ ერთი წერილიდანაა აწყობილი. წერილში პროფესორი დავით კაპანაძე თავის ნასას კოლეგას წერს იმ აბსოლუტურად დაუჯერებელ ამბებზე, რაც მას გადახდა თავს და ფაქტობრივად შველას სითხოვს. და რა ხდება? პროფესორს არც მეტი, არც ნაკლები საიდუმლო აგენტი უკავშირდება და ეუმება რაღაცას, რაც ფილმებშიც კი ძნელი დასაჯერებელია. დედამიწას კომეტა ატლასი უახლოვდება და შეჯახება გარდაუვალია. მაგრამ ნასას აქვს სრულიად საიდუმლო გეგმა. პროექტი მთისარწივი, 1000 საუკეთესო სპეციალისტის ევაკუაცია ორბიტაზე. და დიახ, პროფესორი კაპანაძე თავისი უნარებით ამ სიაშია. და აი, აქ დგება ყველაზე მძიმე მომენტი. არჩევანი. პროფესორს შეუძლია გახდეს კაცობრიობის გადამრჩენი, მაგრამ ამისთვის მარტო უნდა გაფრინდეს. ოჯახი კი? ოჯახი რჩება აქ, განწირულ პლანეტაზე. წარმოგიდგენიათ, არჩევანი შეს ყველაზე საყვარელ ადამიანებსა და მთელი ცივილიზაციის მომავალს შორის. უბრალოდ წარმოუდგენელია. მაგრამ, როგორც კი გგონიათ, რომ სიუჟეტი გასაგებია, კოსმოსური კატასტროფა, რთული არჩევანი, ყველაფერი თავდაყირა დღება. ეს აღარ არის უბრალოდ სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს უკვე ნამდვილი ჯაშუშური თრილერია. აგენტი, რომელმაც პირველად დაურეკა ვიღაც ლევანი, უბრალოდ ქრება. თითქოს არც ყოფილა. მის ადგილს კი ახალი, ბევრად უფრო იდუმალი და ცივსისხლიანი აგენტი იკავებს, რომელმაც პირდაპირ ეუბნება პროფესორს. თამაში გართულდა და თან ძალიან. და აი, რას ავალებს ეს ახალი აგენტი? მოусმინეთ. წადი უკაცრიელ ადგილას. ტელეფონი ჩადე სპეციალურ მეტალის გალიაში, რომ სიგნალი დაიბლოკოს. ლეპტოპი სრულად დააფორმატე და მოიშორე ის სპეციალური საათი, ჩუმი ხმაური, რომელიც მოგეცით. ხვდებით ხომ, რა რადონის პარანოიასა და საფრთხეზეა საუბარი? და რატომ ეს ყველაფერი? აგენტის პასუხი მარტივი და ამავდროულად შემზარავია. კონკურენტის სააგენტოები გააქტიურდნენ. რუსები, ირანელები, ჩინელები, ყველა ჩვენზე ნადირობს. ერთი პატარა შეცდომა და დავიღუპებით. და აი, ამ ჯაშუშური თამაშების პიკში ხდება რაღაც წარმოუდგენელი. მედიაში ვრცელდება ნასას ოფიციალური განცხადება, კომეტა ატლასი დედამიწას სრულებით უსაფრთხოდ ასწდება. ანუ რა გამოდის? მთელი ეს ევაკუაციის გეგმა ტყუილი იყო? მაშინ რისთვის იყო ეს ყველაფერი? რა იმალებოდა ამ გრანდიოზული ტყუილის მიღმა? სიმართლე კი იმაზე შოკის მომგვრელია, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. კომეტა, ევაკუაცია, აგენტები, ეს ყველაფერი მხოლოდ შირმა იყო, ყურადღების გადასეტანი მანევრი. ნამდვილი სამიზნე კი რაღაც სხვა იყო. რაღაც, რასაც ისინი არქივს ეძახიან. მაშ, რა არის ეს არქივი? წარმოიდგინეთ, 1960-იან წლებში მეცნიერებმა კოსმოსიდან დაიჭირეს სიგნალი. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი კოსმოსური ხმაური. ეს იყო ორგანიზებული, სტრუქტურირებული ინფორმაცია. არაბუნებრივი. თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ ეს არის მონაცემთა საცავი, ერთგვარი კოსმოსური ფლეშკა, რომელიც უძველესმა ჩვენზე ბევრად განვითარებულმა ცივილიზაციამ დაგვიტოვა. და რატომ ნადირობს მასზე ყველა სპეცსამსახური? საქმე ისაა, რომ ამ სიგნალის ერთადერთი ჩანაწერი ძველ მაგნიტურ ფირზე თითქმის სულ დაზიანდა. მონაცემების 70% დაკარგულია. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმ დარჩენილი 20%-ის ნაწილის აღდგენა მაინც შეძლეს. და იცით რა იპოვეს შიგნით? სუსტით წინასწარმეტყველება ისეთი კომეტების გამოჩენაზე, როგორიც იყო ოუმუამუა და ბორისოვი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხელად ცოდნა და ძალაუფლება იმალება დაკარგულ 70%-ში. და თუ ეს ყველაფერი საკმარისად დამაინტრიგებელი არ იყო, მოემზადეთ. იმიტომ რომ ამ ამბავში სრულიად მოულოდნელად შემოდის თავად ალბერტ აინშტაინი. მოდით დროში უკან გადავინაცვლოთ და წერტილები დავსვათ.
1953 წელი. აინშტაინი წერს რადიკალურ კონფიდენციალურ წერილს. 1957 წელი. ფრანგი ასტრონომები იჭერენ იმ იდუმალ სიგნალს და 10 წლეულების შემდეგ 1997 წელს FBI-ის დაკითხვაზე ფრანგი ტექნიკოსი მაგიდაზედებს სწორედ აინშტაინის დაკარგულ წერილს. და რას წერდა აინშტაინი ამ წერილში? მოусმინეთ. მე მჯერა, მათ კოსმოსში რაღაც დატოვეს. ნაშთი, რომელსაც ჩვენ ერთ დღეს აუცილებლად შევამჩნევთ. ის დარწმუნებული იყო, რომ ვიღაცამ ჩვენამდე დიდი ხნით ადრე კოსმოსში გზავნილი დაგვიტოვა. და აი ყველაზე გასაოცარი დეტალი. თავის წერილში ამ თეორიულ კოსმოსურ საცავს აინშტაინმა უწოდა. დიახ, თქვენ სწორად მიხვდით, არქივი, სახელი რომელიც სიგნალის აღმოჩენამდე წლებით ადრე მოიფიქრა. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ოპტიმისტური თეორია. აინშტაინის წერილი მთავრდება შემზარავი გაფრთხილებით. თუ ეს სიგნალი ოდესმე გამოჩნდება, ეს იქნება ჩვენი დასაწყისიც და ჩვენი დასასრულიც. და აი ეს ყველაფერი გვაბრუნებს ჩვენს დროში. მთელი ეს გლობალური ჩრდილოვანი ომი ერთი შეხედვით უბრალო ნივთის გამო მიდის. მას ასე 80-იანების ბოლოს იმ ფრანგმა ტექნიკოსმა ჟან ლორენმა შეუძლებელი შეძლო შექმნა არქივის სიგნალის ერთადერთი სრული დაუზიანებელი ასლი და ჩაწერა ის ჩვეულებრივ კომპაქტ დისკზე. 2000 წელს ის თავის ქართველ მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოდის და კარგავს პატარა кейსს, რომელშიც ეს დისკი დევს. დიახ, სწორედ საქართველოში. და დღეს ეს დაკარგული დისკი არის პლანეტის ყველაზე ძვირფასი და სანატრელი არტეფაქტი. და აქ იხსნება ყველაფერი. რატო მაინც და მაინც ქართველი პროფესორი? იმიტომ რომ მისი მისია ევაკუაცია არასდროს ყოფილა. მისი ნამდვილი მისია უხელმძღვანელო საიდუმლო ჯგუფს, რომელმაც სწორედ მის სამშობლოში საქართველოში დაკარგული კომპაქტ დისკი უნდა იპოვოს. ხოლო ის წერილი, რომლითაც დავიწყეთ, სწორედ ასე მთავრდება. თუ 10 დღის განმავლობაში არაფერი გესმა ჩემგან, გამოაქვეყნე ჩემი ამბავი. ეს იყო მისი ერთგვარი დაზღვევა და ჩვენ მას შემდეგ არაფერი გვსმენია. ასე რომ დღეს სიტუაცია ასეთია. კომპაქტ დისკი, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის ბედის შეცვალოს, კვლავ საქართველოშია დამალული. პროფესორ კაპანაძის ბედი უცნობია და მთავარი კითხვაც უპასუხოდ რჩება. ამ გლობალურ ჭადრაკის პარტიაში ვინ იპოვის პირველი არქივის გასაღებს?